მოგესალმებით ეთერშია სტასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის სამძიმრის წერილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამძიმრის წერილში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს. ღრმამწუხარებით შევიტყვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის ილია მეორის გარდაცვალების ამბავი. მისმა უწმინდესობამ ილია მეორე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში. ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმამწუხარებით ვუსამძიმრებს საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამურმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე. ერთი მთავარი ელემენტი, რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპული გზის მიტოვების დღის წესრიგი ფრთხილად დამალა. ეს მთავარი საკითხია, რადგან ქართულ ოცნებას რომ ეთქვა, ჩვენ ევროპული გზის მიტოვება გსურს, მაშინ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა. განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს, მაგრამ ეს პოლიტიკური გზავნილი იქნება იმისა, რომ საქართველოს სრულიად იზოლირებულია და მას მხოლოდ უნგრეთი მფარველობს. ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ღრმამწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა. წერია განცხადებაში. ომის წარმატება და წარუმატებლობა იმ პოლიტიკური შედეგებით უნდა შევაფასოთ, რაც მოყვება სტაბილიზაციის ფაზას საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ჯეოკეისის მკვლევარმა გიორგი ანთაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტიკური სივრცე განაცხადა. ანთაძის თქმით, ორ კვირაში ან ორ თვეში ირანის ჩამოქცევაზე საუბარი არასერიოზულია. მან გადაცემაში ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ჯიუტ პოზაშია, რომ ყველაფერი კარგადაა. სინამდვილეში კი გემი იძირება, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მზაობა არ ჩანს. მზაობა იმისა, რომ რაღაც შეიცვალოს არ ჩანს, არადა ყველა თან ხდება იმაზე, რომ გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია. განაცხადა გიორგი ანთაძემ. პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 84 ხმით ერთხმად მიიღეს. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან გზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის. პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ამოქმედების შედეგად ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამეწარმეო ვენახების გაშენების წესის შესახებ ბრძანებას 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცემს. კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 litrს არ აღემატება. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოამზადა. 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 81 ხმით მიიღეს. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან უქმდება
დაქვემდებარება საგადასახადო კოდექსის გრაფა, რომლითაც ავტომობილებზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კანონპროექტის ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით საგადასახადო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს ეფექტიანი ინსტრუმენტი ავტოპარკის ეტაპობრივი განახლების, გარემოს დაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების მიღწევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. წუხوارთ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს და ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არტონს ურსულსკისმა ევროსკოპს განუცხადა. მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია. წუხوارთ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს და ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მაგრამ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ მხარეს საქართველოში და თუ არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას, მზად ვართ გამოვიყენოთ ისინი. აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები. საქართველოს თავდაცვის ძალებმა პატივი მიაგეს ჩვენს უწმინდეს. ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები. უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის. ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს სამყაროს, რაც შეეხება ჯარის ჩართულობას. თავდაცვის ძალების ჩართულობა მაქსიმალურად იქნება, როგორც ჩვენი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა. გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-17 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 19-21 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 17-19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 16-18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-17 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს უსაფრთხოება უნდა წაართვან. ისრაელის მედიის ცნობით ხამენეი ამის შესახებ საუბრობს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ისრაელის მიერ ლიკვიდირებული დაზვერვის მინისტრის ესმაილ ხატიბის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს პრეზიდენტს. აიათოლა აცხადებს, რომ სამინისტრომ ესმაილ ხატიბის ლიკვიდირებას ირანის შიდა და გარე მტრების უსაფრთხოების ხელყოფით უნდა უპასუხოს. ხამენეი, რომელმაც მამამისი 86 წლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეცვალა, უზენაესი ლიდერად დანიშნვის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ალი ხამენეი ომის პირველ დღეს 28 თებერვალს ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია. უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე და ირანული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ავრცელებენ. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კონფლიქტის ესკალაციის გამო, მოვუწოდებთ ირანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუქარა. ნაღმების დადება დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები და სრუტის კომერციული გადაზიდვებისთვის გადაკეტვის სხვა მცდელობები და შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2817 რეზოლუცია. აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერი ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ნავიგაციის თავისუფლება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ხელმომწერი ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ევროკავშირი უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად 2026-2028 წლებში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მაინც გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს თავის სიტყვას, თუმცა მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში. ჩვენ ამას შევასრულებთ ამა თუ იმ გზით, აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო. ერთი პირობა იყო, სამი ქვეყანა, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი სესხში არ მიიღებდა მონაწილეობას. ეს პირობა შესრულებულია, ამიტომ მოდით ჩვენი პოზიცია ნათლად განვსაზღვროთ, აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით დარტყმების ამიზნე ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა. ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.